პირველ რიგში უნდა გავაზუსტოთ და გამოვაკლოთ საუბრო. მოსამართლე როცა პირველად შემოქმნა განინახეთ სასამართლოს უკან უყურებთ პარაგრაფებს და ამიტომ კოლექტივობაზე თქვენმე აღმოჩნდით და პროგრესია. ახლა რაც შეეხება ბრალს, რომელიც არის თავიდან გონდა, აი როცა პირველად მომიყვანეს უკანონო პროცესა გამოვაკლდეს და შემოვიყვანეს თქვენები კარში და უყურებთ პარაგრაფებს, ანუ ამ შემთხვევაში ჩემთან დაკავშირებით არა, მაგრამ მეგობრებო კოლექტივობაზე როცა საუბრობთ, ანუ გალოდებული წარებში არ უნდა უყურებდეს მოსამართლე როგორი პარაგრაფებს, ეს ერთი. ახლა მეორე რაც შეეხება უშუალოდ არ არის არასწორი ინფორმაცია, ეს არის ის, რაც მე შემოგვიყვანეთ ნახე და მათ შორის ადრესატს უხარი რატო არის ასეთი ადრესი უფრო დამასრულებინეთ, მოგისმენთ თქვენ მომენტში შეიძლება დავასრულოთ. რაც შეეხება ბრალს, რომელიც თავიდან გონები არის წვილი და აქვემინდა რომ მე არაუძლარი არ მაქვს, ერთადერთი ვარი მაქვს, ვიყო მართალი, გულწრფელი და დავიცვა ბოლომდე ჩემი ხალხის სიყვარული და მათ შორის ამ სიყვარულს დავიცვა ჩემი ხალხის. რაც შეეხება უშუალოდ იმას, რაც ბატონმა მათყუარ პროკურორმა წარმოადგინა, აქვემინდა ძალიან ხოთ პროცესზე იყავით ყურადღება. რა არის როცა თავიდან მომდე უკანონობის მსხვერპლი ვარ, ერთი წამი ხო ასულს მაგრამ საუბრეთ მაგასთან აკავშირებით. ხო და ეს არის როცა აბსოლუტია იქნება სტული. ვინც ამას გაბარეს ის არის თავდონია. ნუ ეხლა თუ ეს ძალიან არგიზებს. არა, მე ყველაფერს გავაკეთებ არ მაქვს არანაირი პრობლემა. ხო და ნუ მასწავლეთ თუ სწრაფად ეხლა თქვენ მონაწილეობთ ამაზე ძალიან სიჩი არ მართლია. მე რა გაწოდეთ, მე ვაპარაკობდი და თქვენ შემოწმეთ. ამიტომ კორექტულად ისაუბრეთ. არის მას არც ცხენი, რათა მან ვერ გააკეთა. არ ზოგადად რაც შეეხება მარია გაფრინდაშვილს, და გავიგეთ თავდაპირველად ფერაბის რაღაცები ვიდრე მე. რაც შეეხება ჟურნალისტების ყოფნას, შესამჩნევია და ძალიან თავხმოვანია ის, რომ პროცესებზე სულ და მუდმივად არიან სხვადასხვა ჟურნალისტები. ჯერჯერობით არ ყოფილა პროცესი, როცა ერთი და იგივე ჟურნალისტი გარდა პუბლიკისა და სადაც ეს დასამართლება თავად წარმოადგენს და უშუალოდ სატელევიზიო ჟურნალისტების შემთხვევაში, როცა აპელირებს, რომ შეეძლოთ გაიგოთ რაღაც ინფორმაცია, არის ჩვეულებრივი ბორბო და კავდახო წაიღოს ფეისბუქზე უკეთესი ინფორმაცია, რაც მიუთითეს. გადაამისა მარიამ გაფრინდაშვილი გახსოვთ ძალიან რაღაც იმ პროცესზე, როცა იყო, იმის გარდა იმ პროცესის გარდა მარიამ გაფრინდაშვილი არ ყოფილა. მე ნამდვილად არ ვიცი, იმიტომ რომ ვიცი ძალიან კარგად ვარ გამოკეტილი, აბსოლუტურად დამსახურებულად როგორც და ცოტა მაშინ როდესაც საუბრობთ ჩვენ მტკიცებულებების მოპოვებაზე, მე კარგად მახსოვს თქვენი რჩევა რაღაც ფაზა იყო ესეთი, რომ დაცვის მხარეს აქვს უფლება კანონიერად მოიპოვოს მტკიცებულებები. კიდევ ერთხელ ამბობ, ის რომ მე საფრთხთან დამაკავეს და არა იმის სამართლზე, სადაც მითითებული აქვს საქმის მასალებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა და როგორ ვთქვა, ერთადერთი მტკიცებულებაა და ზუსტად ის, რასაც ახლა ვისმენთ მონოლოგის სახით, ზუსტად იმას ნიშნავს, რომ იმ ერთადერთი მტკიცებულების განადგურების მცდელობა იმ დანარჩენ სხვა საქმის მასალებთან ერთად, რომელიც ჩადებულია და რომელიც სხვადასხვა ჩემი ადვოკატის დამსახურებაა და ფარატინა ფუნქციით იყო წარმოქმნილი პროკურატურა, აი აბსოლუტურად ფარატინა და ჩვენგან გადაიტანეს და იმ ჩვენ მიერ შედგენილ ანუ ჩვენ ჩავატარეთ რეალურად გამოძიება და ძალიან მნიშვნელოვანია ტაქსის მძღოლის ყოფნა, იმიტომ რომ ჩემი ტელეფონიდან ამოღებული გაქვია რუკით დგინდება თუ სად დამაკავეს ამასობაში იმას, რასაც მე ვლაპარაკობ, ოღონდ გამოკითხვა რო ჩაუტარებიათ, ეს კიდე ცალკე უგედურებაა და აბსურდი და ამაზეც მინდოდა მეთქვა და როცა შემაწყვეტილი ზუსტად ამის თქმა მინდოდა, რომ მეოთხე თვე ხდება 7 აპრილს, როცა გამოძიება არც ერთ შემთხვევაში და არანაირად არ იწყება და ზუსტად ამიტომ ამბობ, რომ ის კი არა რომ მე უნდა მიხვეწებოდა და მიჩოქებდა და რაღაც მუდარით უნდა ვიყო თქვენთან, ან სასამართლოსთან, ან ზოგადად ინსტიტუციებთან წარმოქმნილი. მე მგონია რომ ეს ისედაც ასე უნდა მოხდეს და ამას რა იმთხოვა ერთხელ გამოჩნდა სადღაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური და ირონიით რომ გამომხერდა კორექტულობაზე რომ ესაუბრებით ბატონმა ჭიტაძემ გამომხერდა და მე შეგიძლია გაწარმოოთ სპეციალური რაღაც გამოძიება და მოითხოვოთ გამოძიება და ვითხოვ ამ გამოძიებას და რატო არ იწყება? იყო წარმოქმნილი ერთი გვარი ამახსოვს თუ შემახსენებთ ჩემი ადვოკატი მარიამ ბაჭუგაძე, რომელმაც რაც ჩაწერა, ან პროკურატურა გაეცნო, ჯერ ხვალ აბსოლუტურად ზანტად მოქმედებენ და მე მგონი გონებაშიც ასე არიან. მე მინდა თქვენს გთხოვოთ ამ შემთხვევაში, წერან არ დამასრულებინეთ თქვენ და მე ამ შემთხვევაში მე როგორც ჟურნალისტი და თქვენ როგორც მოსამართლე, მაშინ როდესაც ინტერვიუებს წყალებში, ამ შემთხვევაში იქნება ეს ბრალდების მხარე, დაცვის მხარე, თქვენს და მეც დაკვირვების ერთუნარეთს ვეუფლებით, მაშინ როცა გავდივართ პრაქტიკას. და აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო, ანუ ამორთული იყო თავიდან ბოლომდე პროკურორი, როცა ჩემმა ადვოკატმა ის, რაც ჩვენი დამოუკიდებელი ძალებით მოვიპოვეთ, რაც მე აუცილებლად დამეხმარა ამ საქმის წარმოებაში,
მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ გეტყვით, მე უყურებ სხვა სასამართლო პროცესებსაც, სადაც ანუ ცირკიც აღარ არის, ეს არის ფსკერი, რომელიც უბრალოდ ხარს. და მე ამას ვუყურებ, მათ შორის თქვენს პროცესებს, როგორ ექცევთ, მე არასდროს მართლა იქ არ ყოფილიყო ესეთი არასწორი კომუნიკაცია და ტელეფონზე და რეპლიკები არ ყოფილიყო. არც ერთ შემთხვევაში ამას არ ვიცოდი, ანუ გაზე ვლაპარაკობთ, ყველა ვინც მე მასამართლებთ, ყველა ხელს უწყობთ იმას, რომ გამოძიება არ დაიწყოს, ყველა ხარ არალეგიტიმურები, ხარ დასანქცირებულები და კიდე მე მაძლევ ჩემს ეხლაც მე რაც მოვისმინე, გეტყვით რატომ არის აბსურდი, იმიტომ რომ ის მტკიცებულება, რაც მე მაქვს მითითებული ამ შემთხვევაში, როცა გამომკითხა საკუთარმა ადვოკატმა, ზუსტად იმავეც იდენტურად ერთ-ერთი სიტყვით წამში ამბობს ზუსტად ის ბატონი ლევანი, რომელიც მითითებულია მოწმეთა სიაში. ახლა სვამ კითხვას. ის რაც არის ერთადერთი და უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ასე თუ ისე გამოჩნდა, რომელიც ასე თუ ისე ხელმისაწვდომი გაჩნდა, ოღონდ იმას კი არ ვამბობ, აი რაღაცა მოლოდინი მაქვს, რომ დღეს იქუხებს და იმ დანარჩენი პატრიოტისგან განსხვავებით დღეს დამტკიცდება სამართალი ან მაინც დანარჩენ საქმეზე. უბრალოდ იმის უფლება, როგორ აი რაღაც მორალს ხوارი მორალი რაღაც ზეგასვარი, ყოველ შემთხვევაში მე ასე გამზარდა საკუთარ მოდელთან, ანუ არის კანონი, არის დისციპლინა, არის რაღაცა, რაც მორალს უკვე სცდება და მე მგონია რომ ეს ზუსტად არის ის, რასაც სცდება მორალური თვალსაზრისით კონკრეტულად პროკურატურა, მე არც ერთი უწყების საქმე არ ვარ ამ შემთხვევაში ლოიალურად განწყობილი, იმიტომ რომ აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, აი უბრალოდ მართლა გეუბნებთ, ეხლა თქვენ სულ გქონდათ, მე მახსოვს ძალიან კარგად, ბარემ დამხვიდეთ, რომ თქვი ესეთი ფრაზა სასამართლოზე, შეიჭმუხნეთ და ძალიან ადეკვატური რეაქცია ჰქონდათ, მაგრამ მე გეუბნებით, რომ ახლა რომ როლები გავცვალოთ, თუნდაც წარმოსახვით და თუ გაქვთ ამის უნარი, თქვენც გაგიჩნდებოდათ ზუსტად იგივე აზრი და ზუსტად იგივე შეგრძნება, რომ აი მართლა გეუბნებით, აი გაატრაგებს ის მგონია, რომ მალე ეთქვით, აი გავიგდეთ. და იქნება უბედნიერესი ბატონი ჩიტაზე, მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში მასაც არის სიცოცხლით გაწევზე, მისი მიმიკით, რაც მე ძალიან კარგად მაქვს მასწავლის სარეჟისორო სცენარზე მუშაობის დროს, რაღაც მომენტებში ისიც ან მესმის რომ ადამიანია, მე მასთან პიროვნულად აბსოლუტურად არანაირ, მაგრამ ასე დროს როცა ის იბრძვის, რომ ის რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ის გაწიროს საქმიდან, ეს მგონია რომ პირდაპირ ნაცვლად, აი ცალსახად ხატრობს იმას, რომ ეს არის დავალება, რომელიც აი მაქსიმალურად მესმის რომ ჯერ ამაზე თქვენ არ გამოვიტანიათ, ასე ვთქვათ, დასტური რომ ეს უშუალოდ უნდა მიიღოთ თუ არ უნდა მიიღოთ, მაგრამ მე ამ შემთხვევაში მაქვს რეაქცია აბსოლუტურად ლეგიტიმური, მაქვს ამის უფლება და კიდევ ერთხელ ვამბობ, თანმიმდევრობას თუ დავყვებით, რაც ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჟურნალისტიკაში ფაქტების თანმიმდევრობას და მსვლელობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ სხვანაირად ფაქტობრივი გარემოებების სიზუსტე შეიძლება ვერ გადმოსცეს ჟურნალისტმა თუ ეს კარგად აღიცით. ამიტომ ის რაც მინდის, აი თუნდაც ის რომ გამოძიება ვახსენებ, ანუ არ იწყება გამოძიება და რა ხდება იმასთან ერთად გამოძიება არ იწყება, ანუ ის რასაც ჩვენ პარალელურად ვიპოვებთ, რაც წაგვეხმარება საქმეში, იმიტომ რომ ის კი არ იქნება მარტო რომ და ერთი რაღაც მინდა დავაყო, ანუ მარტო ის კი არ იქნება რომ ბრალდებული ამბობს. არა, ჯერჯერობით არ მივიჩნევ საკუთავს და თავს კიდევ ერთხელ ვამბობ, არც ბრალდებულად, მაგრამ ოკეი იყოს, რადგან ამბობთ, რადგან ასე შემიძლეთ სცენარი, კი თქვენ არა, ზოგადად სისტემა და რუსულმა რეჟიმმა კი ბატონო, დაგვიშვათ ასია. ჩემს შემთხვევაში მე მაქვს უფლება კონდეს საქმეში ის გარემოებები, ანუ საქმის მასალებში იყოს დართული დოკუმენტები, რომელიც ზუსტად აი თუნდაც რომლითაც შეგიძლიათ გადაამოწმოთ ჩემი სიმართლეს. გულისხმობ ამ შემთხვევაში ერთ ლიკუშა კაციას, რომელიც რაღაცას ამბობს, კარგი გაგებით ვამბობ ამ შემთხვევაში თქვენიც მიყურებთ ეჭვით, ისე რომ ხეთმანავთ 50-50 ბრალდებელსაც და დაცვის ხარესაც, მაგრამ ამ შემთხვევაში როცა ამბობს ერთი რაღაცას, ამ შემთხვევაში მე ლიკუშა კაცია და ამბობს იმავეს, ოღონდ როგორ გეუბნებით, იცით, აი კრისტალური და მილიმეტრული სიზუსტით ამბობს იმავეს ადამიანი, რომელიც შეესწრო, რომელმაც ნახავდა საფანჯალში და არასადაც სხვაგან და უმეტესი კიდე რაღაც უბედურებები გამახვედრეს, ანუ აი ხელგაშლილად მოიქნიეს და გახსოვთ ვიკიდეც, რომ ეს 14 აგვისტო ალბათ შეტრიალებული 41 იყო, მეც მახსოვს ძალიან კარგად, ჩემივე ნათქვამის სიტყვები, ანუ ამ ყველაფრამდე რომ მივიდეთ, ანუ როგორ გითხრათ, აი კიდეზე პირველ კიდიდან მეათეზე ხო მოხდებით თუ არ გაიარეთ მეორე, მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ. ანუ აი ეს აი ამ რაც კიბის კლავიში თავისი ნებისმიერ სისტემას შეგვიძლია წამოძღვნოთ, ამის ამბების წერილობა იყო თავიდან ბოლომდე, რაც მე მოვისმინე. აი ზუსტად ის, რასაც ის თვითონ საუბრობს, რომ არგუმენტები აქვს და სამართლებრივად კიდევ ერთხელ ამბობ, გადასწორებულად
იცის საქმე ჩემ ადვოკატმა, უბრალოდ მე გეუბნები ჩემგან როგორ ჩანს ეს, მე ასეც არ არის, რომ იურისპრუდენციაში ვერ ვეყოლი, არც მე მქონია შეხება, როდესაც თავად ვაკეთებ სიუჟეტებს, მაგრამ მინდა გითხრათ, როგორც ამ შემთხვევაში ადამიანი, რომელიც თავდაჩაგრულად არა, როგორ ვთქვა, სასაცილოდაც არ ყოფნის ის, რაც მე დამმართეთ 7 დეკემბრის მერე კი არ მიკეთებ სამის და კიდევ რატომ არის გამოძიება მნიშვნელოვანი და ამაზე კიდევ ერთხელ ხარგაზრდა და რატო ცდილობს ჩემი ხედვით კი არა, ჩემი ღრმაწმენით პროკურატურა, რომ აი ამ გამოძიებას ასწრებს. იმიტომ რომ გამოიძიოს, მე ახლა გოგი გვახარიასთან იყო გასული ერთ-ერთი აქტივისტის სიუჟეტი, საიდანაც მე გამიგე მაგალითად რომელ საფრთხეზე ვყავდი პროკურატურაში, ან მანამდე არ ვიცოდი, არც არავინ არ მეუბნებოდა, 10 საათს მარახს ახლა ის როთავი აწარმოებდნენიათ და ეს როდანებრივი პრაქტიკაა უსამართლო პროკურორების მხრიდან, ეს ისევ და ზუსტად ის რომ გამოძიება დაიწყოს და რატომაც მინდა რომ დაიწყოს, არის ძალიან მარტივი მიზეზი. გამოჩნდება რომ სამი პოლიციელი კი არიან რაღაცა დეგენერატობა პატაკში რო არის მითითებული, არა. ზუსტად ის არის გახსოვთ თქვი კიდეც რომ 15 არ იყო, მაგრამ 100-ზე მეტი იყო, იმიტომ რომ ძალიან ინტენსიურად დაბოდნენ. ეს რატომ მინდა რომ ვიცოდე, გითხრათ, იმიტომ რომ იქ არის პიროვნება, რომელმაც 3 დეკემბერს გადამიღო ვიდეო, შემდეგ გადაუგზავნეს ბატონი ჭიტაძის უწყებას, აი ახალც იგივე რეაქცია და მაშინაც ასე აღაშფოთა და შეეხება ჩემ რეაქციებზე ჯობია დამიჯერე. ბატონი ნიკო. ან დამიჯერე არა, დამიჯერე ცუჯერეთ. ძალიან შეიკავეთ თავი, შეიძლება თავისუფლად კოორდინაცია, რომელიც უნდა არსებობს. კიდევ ერთი კი ბატონო, არა, აუცილებლად გამოვხდეთ შენიშვნა კიდევ ერთხელ. ერთადერთ იმასთან დაკავშირებით, რომ ისევ კორექტულად რომ არა, თვითონ დელავერა შენობებს და მიეცი შენიშვნა. ერთი სულ ნივეციუკა შენიშვნა ჯერ პირველში პროკურორს გადაშორს და შემდგომ ფენზე გადავა. ხო, რაღაც არა. ერთადერთი უნდა მომხსნათ კარგად, თორემ პირველ რიგში ვუთხარ რომ შენიშვნა მიღებული უნდა იყოს იმისთვის, ნებამერე ძალებადობის მხარე და ბუნებრივი